ამჟამად Apple არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. დაახლოებით ღირს 3 ტრილიონი დოლარი. რომ შევადაროთ ქვეყნებს, საქართველოს ეკონომიკაზე არის 97ჯერ დიდი. ყაზახეთის ეკონომიკაზე, რამხელა ქვეყანაა ყაზახეთი, 11ჯერ დიდი. ხოლო კანადის მთლიან შიდა პროდუქტს დაახლოებით 50%-ით აღემატება. და როგორ გახდა Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია? დღევანდელ ვიდეოში გავაანალიზებთ Apple-ის მარკეტინგულ სტრატეგიას. ეს შეიძლება თქვენთვის იყოს ინსპირაცია, ან შეიძლება გამოგედგეთ თქვენივე ბიზნესში. გაიცანით სტივი. ეს არის სტივ ჯობსი, რომელმაც 1974 წელს დააარსა Apple სტივ ვოზნიაკთან და კიდევ მესამე პიროვნებასთან ერთად. სხვათა შორის მესამე დამფუძნებელმა რონალდმა თავისი წილი $800 გაყიდა დაარსებიდან 10 დღეში. დღეს ეს $800 იქნებოდა 300 მილიარდი დოლარი, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ახალგაზრდები იყვნენ და თუ დაფეილდებოდნენ, მთელი ფინანსური პასუხისგებლობის ტვირთი მას დააწვებოდა და ამიტომ გაყიდა თავისი წილი, რომელსაც ალბათ თუ ცოცხალია ძალიან ნანობს და თუ ცოცხალი არ არის, უკვე დიდხანს ინანებდა. Apple-ის წარმატება, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მარკეტინგის დამსახურება, თუმცა მარკეტინგი მისი შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მივყვეთ ქრონოლოგიურად, როდის ჰქონდა პირველი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული კამპანია Apple-ს. ეს იყო 1984 წელს Super Bowl-ის რეკლამა, რომელმაც პირველ 74 დღეში გაყიდა 100,000-მდე კომპიუტერი. ამის შემდეგ დამკვიდრ და ზოგადად Super Bowl-ზე კომპანიების მხრიდან აქტიურად რეკლამების გაშვების კულტურა. ეს იყო საკმაოდ სარისკო კამპანია, თუმცა გაამართლა. ამ რეკლამაში არსად არ ეწერა ან იყიდე ახლავე ან რაიმე მსგავსი. მოკლედ, ამ Super Bowl-ის რეკლამაზე იყო Big Brother, ჯორჯ ორეულის რომანიდან, რომელიც განასახიერებდა IBM-ს. IBM-ი მაშინ იყო Apple-ის ერთ-ერთი კონკურენტი, რომელიც მუდმივად ერთნაირ კომპიუტერებს აწარმოებდა, ხოლო Apple პოზიციონირებდა როგორც განმანთავისუფლებელი, როგორც განსხვავებული და მას სურდა რომ მომხმარებლისთვისაც ეს დაინახებინა, რომ Apple იყო განსხვავებული, იყო კრეატიული და არ იყო რაღაც ერთნაირად ჩამოსხმული კომპიუტერები, როგორც ჰქონდა IBM-ს. ეს რეკლამა არაფერს ამბობდა არც პროდუქტზე, არც სპეციფიკაციებზე, არც რამდენი გიგაბაიტიანი მეხსიერება ჰქონდა მას. საერთოდ არაფერს. ეს რეკლამა საუბრობდა თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, კრეატიულობაზე. ხოლო Apple კი არ ამბობდა, რომ ეს არის შემდეგი რაღაც ჩვეულებრივი კომპიუტერი. Apple ამბობდა, რომ ეს არის საერთოდ ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს უნდა დაეხმაროს აზროვნებაში, ანუ ტექნოლოგია, რომელმაც ადამიანები უნდა გააბედნიეროს და კი არ გამოიყენონ უბრალოდ იმისთვის, რომ იმუშაონ და IBM-ის რაღაც ჯორჯ ორეულის Big Brother-ის რეკლამას დაემსგავსონ, არამედ იმისთვის, რომ გააბედნიერდნენ და იმისთვის, რომ იაზროვნონ. ეს იყო მოკლედ Apple-ის განსხვავებული პოზიციონირება, რამაც გაამართლა 1985 წელს სტივ ჯობსი მიდის Apple-დან, აგდებენ თავისი დაფუძნებული კომპანიიდან, რომელიც საერთოდ სხვა ისტორიაა, თუმცა როგორც თვითონ იხსენებს, ეს მის ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა, რადგან ამ პერიოდში, ერთის მხრივ რაღაც დატვირთული და წარმატებული ადამიანის იმიჯი სიმსუბუქემ ჩაანაცვლა და მეორეს მხრივ შეხვდა თავის მეორე ნახევარ-შექმნა ოჯახი ამ პერიოდში, როცა წამოსული იყო Apple-დან და ასევე ინვესტიცია განახორციელა Pixar-ში, რომელიც შემდეგ გაიზარდა, რომელმაც საკმაოდ ცნობილი ანიმაციები Toy Story გვაჩუქა მაგალითად და რომელიც გახდა $1 მილიარდზე ძვირიანი კომპანია, ასე რომ ვთქვათ. ხოლო 1997 წელს ისევ ბედის ირონიით ბრუნდება Apple-ში. ამ პერიოდში Apple-ში იყო კრიტიკული მდგომარეობა, ბოლო 2 წელი მუშაობდნენ წაგებაზე, სწორედ ამიტომ გააწყვეტეს ალბათ, რომ ეცადათ ჯობსის დაბრუნება. ხოლო 1997 წელს ჯობსის დაბრუნების შემდეგ იყო Think Different კამპანია, რომელიც ჩემი აზრით მარკეტინგულ კამპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია of all time. Apple ამ დროს აღარ იყო ინდუსტრიის ლიდერი, მისი ავტორიტეტი, მისი ბაზრის წილი მკვეთრად იყო დაცემული, ხოლო ამ კამპანიის მიზანი იყო ბრენდის იდენტობის გადარჩენა და შენარჩუნება, ასევე ემოციური კავშირის შექმნა მომხმარებელთან, რაც დაკარგული ჰქონდათ და რაღაცნაირი იდეალის დაბრუნება, ანუ წინა რეკლამა როგორც განვიხილეთ დაახლოებით ეგეთის, რომ Apple იყო განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისთვის შექმნილი. მოკლედ 97 წელს ჰქონდათ ძალიან მაგარი რეკლამა. ამ ვიდეოში ნაჩვენები იყვნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, როგორც იყვნენ ალბერტ აინშტაინი, პიკასო, თომას ედისონი, მაჰათმა განდი, მუჰამედ ალი, საერთოდ სხვა სფეროებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა ინდუსტრიებიდან ამ ადამიანების გამოსახულებებს Apple არ იყენებდა პროდუქტის გასაყიდად.
არამედ იყენებდა იმისათვის, რომ მოეხდინა მათ იდეებთან ასოცირება, ანუ ადამიანებთან, ვინც სამყაროს ცვლის. ის იყენებდა მოკლედ სხვა ადამიანების ავტორიტეტს, მსგავსად ადამიანების ქვეცნობიერში გადადის ბრენდის ღირებულება ამ ადამიანების ავტორიტეტით. და ასევე გამოყენებული ჰქონდათ ისევ აბსოლუტური მინიმალიზმი. აქცენტი ჰქონდათ მხოლოდ იდეასა და ადამიანებს. ანუ არანაირი რამოდენიმე გიგაბაიტი და რაღაც გავსი წარდგენები. ეს კამპანია არ ხდიდა პროდუქტს, ეს კამპანია ხდიდა ზოგადად იდეას, მსოფლმხედველობას. ხოლო 97-დან 99 წლამდე Apple-ის საბაზრო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 800%, ანუ 1.6 მილიარდიდან 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა Apple-ის საბაზრო ღირებულება. და ეს ზრდა, სავარაუდოდ იყო ამ სწორედ Think Different კამპანიის ერთ-ერთი შედეგიც. ასევე ამ კამპანიის შემდეგ კომპანია დაბრუნდა მოგებაზე. 98-ში კომპანიამ გააცნო საზოგადოებას, რომ კომპანია უკვე მუშაობდა მოგებაზე და როგორც გითხარით, ბოლო 2 წელი მთლიანად წაგებაზე მუშაობდნენ. დაკარგული ჰქონდათ ბრენდის იდენტობა და ყველაფერი. ხოლო ამ სარეკლამო კამპანიამ Apple დააბრუნა თამაში. აქედან გადავიდეთ 2007 წელზე, კვლავ 10 წლის შემდგომ და გავანალიზოთ მათი კამპანია iPhone-ის გამოსვლის წინ. iPhone-ის გამოსვლამდე Apple ამბობდა, რომ ის თავიდან გამოიგონებდა მობილურს. ეს თქოს და ფაქტია, რომ შეასრულეს მათ თავიდან გამოიგონეს მობილური. ზოგადად მსგავსი ტიპის tweet marketing აქვს ილია თოფურიასაც. ისიც აკეთებს რაღაცებს და შემდეგ ამ რაღაცას ასრულებს. რა პროცესები ხდებოდა მოკლედ 2007 წლის მარკეტინგული კამპანიის მიმდინარეობისას. ერთი ის, რომ თვითონ პროდუქტი იყო როგორც შოუ, ანუ Steve Jobs-მა გააკეთა საკმაოდ შთამბეჭდავი პრეზენტაცია. ჯერ წარადგინა iPod-ი, შემდეგ წარადგინა ტელეფონი, შემდეგ წარადგინა რაღაც ინტერნეტ მოწყობილობა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთი და იგივე მოწყობილობა, ახალი iPhone-ი. And an internet communicator. An iPod. A phone. Are you getting it? These are not 3 separate devices. This is one device. And we are calling it iPhone. Today, Apple is going to reinvent the phone. iPhone-ის შესახებ ხმები ვრცელდებოდა წლების განმავლობაში, ანუ ისინი ტეხტნენ აჟიოტაჟს წინასწარ, ეს დღემდე მუშაობს ეს მარკეტინგი მათთვის, ახალ მოდელებზეც ყოველთვის ეგრეა. ალბათ წინასწარ ბევრჯერ შეგხვედრიათ უფრო წინა მოდელების შემთხვევაში, რომ როგორი იქნებოდა iPhone, რავი, შემდეგი მოდელი, რაღაც ინტერნეტში დალიქული სუპერ საიდუმლო მონაცემები და მოკლედ სანამ ახალი iPhone-ი გამოვა, ყოველთვის ბევრი ჭორი ვრცელდება ხოლმე და ყოველთვის საიდუმლოდ ინახავენ ახალი iPhone-ის დიზაინს და აბსოლუტურად ყველაფერს მსგავსი შეფუთვა აქვს ყოველ შემთხვევაში, ანუ მომხმარებელში იწვევენ ინტერესს და წინასწარ იწვევენ აჟიოტაჟს იმისათვის, რომ ამ ინტერესს უფრო მეტი ყურადღება მიექციოს მომხმარებელმა. ასევე, ეს არის უფასო რეკლამაც. უფასო რეკლამაში მას გულისხმობ, რომ ამ პერიოდში, როცა ეს აჟიოტაჟი შექმნეს, დიდი გამოცემები Forbes-ი, CNN-ი და მსგავსი ტიპის დიდი გამოცემები, სადაც ძალიან ძვირი ღირს რეკლამა, უფასოდ წერდნენ iPhone-ის შესახებ, რადგან ხალხს აინტერესებდა, კითხვადი იყო, ვრცელდებოდა ჭორები. დღემდე მსგავსი ტიპის უფასო მარკეტინგს იღებს Apple. ეს მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი მათთან დარჩა და კარგად მუშაობს. ასევე, ცოტა თანამედროვეობას და მოვაახლოვოთ დაახლოებით მსგავსი ტიპის მარკეტინგს იყენებს Alex Hormozits. თავის ახალ წიგნს უშვებს აგვისტოს შუაში, 16 აგვისტოს გონი და წინასწარ ქმნის აჟიოტაჟს, აქვს დატოვებული რაღაც საიდუმლო პროდუქტიც, რომელიც სურპრიზია და მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც live პრეზენტაციას დაესწრებიან და live პრეზენტაცია გააკეთა Apple-მაც iPhone-ის წარდგენისას და მოკლედ წინასწარ ქმნის აჟიოტაჟს და მოლოდინებს თავისი პროდუქტის შესახებ. და თუ შევადარებთ Apple-ს, ძალიან გავს მათი მარკეტინგული სტრატეგიები ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ მის შემთხვევაში გაამართლებს. ხოლო რაც შეეხება თვითონ პრეზენტაციას, Steve Jobs-ი აჩვენებდა, როგორ სრიალებს ეკრანი, როგორ გადადის Safari-ში ბრაუზერის ტაბები ერთმანეთში. ანუ ის მომხმარებელს არა მხოლოდ რაღაც ტექნიკურ სპეციფიკაციებზე ესაუბრებოდა, არამედ აგრძნობინებდა გამოცდილებას, რასაც ამ მობილურის შეძენით მიიღებდნენ. და ასევე შეზღუდული იყო iPhone-ის ხელმისაწვდომობა. ანუ ის არ იყიდებოდა ყველგან, იყიდებოდა მხოლოდ ამერიკაში, შეზღუდული რაოდენობით იყო გამოშვებული და ეს ქმნიდა ექსკლუზიურობას და რაღაცნაირ ელიტარულ აურას და რაც უფრო მეტად შეზღუდული იყო, ასე რომ ვთქვათ, მისი გაყიდვა, მით უფრო მეტად უნდოდათ მომხმარებლებს, რომ ამ მოვლენას
იმდენას არ გამორჩენოდნენ. სხვა შორის მსგავსი ტიპის მარკეტინგს იყენებს Rolex-იც, ის სპეციალურად აჩვენებს მომხმარებლებს, რომ მათი წარმოება, მათი მოდელების რაოდენობა არის ძალიან შეზღუდული. იგივე ტიპის მარკეტინგით გახდა ბრილიანტი ძალიან ძვირფასი ქვა და ძვირად მსგავსი ტიპის მარკეტინგით იყიდება. თუ პარალელებს გავავლებთ, ანუ თუ მომხმარებელს აჩვენებ, რომ ეს რაღაც შეზღუდული რაოდენობით იყიდება, მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურად ბევრი არ არის, ამ პროდუქტის ღირებულება მისთვის იზრდება და მას უფრო მეტად უნდა რომ რაღაც არ გამორჩეს ამას და მასაც ჰქონდეს ის. ანუ მოთხოვნა იზრდება მასე ბაზარზე, რაც რო გითხარით, სხვა კომპანიების იყენებენ იგივე მიდგომას. ამ დღიდან გახდა iPhone-ი Apple-ის მთავარი პროდუქტი და შემდეგ Apple-ის ეკოსისტემის მთლიანად ღერძი, ხოლო სენსორებიანმა ტელეფონმა ჩაანაცვლა კნოპკებიანი ტელეფონი და მაშინ Nokia იყო ყველაზე წარმატებული მობილურების წარმოებელი და მას შემდეგ Nokia-ს ტელეფონები ალბათ კიდევ გამოდის, თუმცა ბაზრის ლიდერობა აიღო Apple-მა. მოკლედ ეს იყო ინოვაცია, რომელმაც მობილურების ინდუსტრია შეცვალა სამუდამოდ. რაც შეეხება Apple-ის ეკოსისტემას, Apple-ის ეკოსისტემაში აქვს iCloud-ი, აქვს Mac-ი, აქვს Apple Watch-ი, ანუ ის ცდილობს, რომ არ გაგიშვას ეკოსისტემისგან, რადგან თუ გრძნობ კომფორტს რომელიმე device-თან მიმართებაში, შემდეგ გინდა რომ იგივე ეკოსისტემის ნაწილი იყო ყველაფერში. და ეს ყველაფერი თან მუშაობს ერთად, სინქრონულად და ძალიან კარგად. სხვათა შორის AI დღეს არის ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც ზუსტად ისეთივე რევოლუცია და გარდატეხა შეუძლია რომ მოახდინოს სამომავლოდ, უფრო მეტი, უფრო სწორედ, როგორც სენსორებიანი ტელეფონის გამოჩენის შემდეგ მოხდა, როგორც ინტერნეტის გამოჩენის შემდეგ მოხდა. უბრალოდ ეს იმდენად ნელა შეიძლება რომ მოხდეს, ან თანმიმდევრულად, რომ ადამიანებმა ვერც ვიგრძნოთ ისე გავიღვიძოთ საერთოდ სხვა სამყაროში 3, 5, 7 ან 10 წლის შემდეგ. და საბოლოოდ, როგორია Apple-ის მარკეტინგული სტრატეგია? პირველ რიგში სუპერ მარტივი, ანუ უკიდურესად მარტივი. წარმოიდგინეთ, რომ Apple არის დიდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ყველაფერში იყენებს მარტივ სიტყვებს. მაგალითად, think different, your next computer is not a computer. მაგალითად, იფიქრე განსხვავებულად. შენი შემდეგი კომპიუტერი არ არის კომპიუტერი. მათი ლოგოც კი უმარტივესია. სახელმწიფო მარტივია Apple. და ლოგოც უმარტივესია, უბრალოდ მოკბეჭილი ვაშლი. რეკლამების ტექსტი ყოველთვის მოკლეა და რამოდენიმე სიტყვა შეიცავს. მომხმარებლის ტვინს არ ტვირთავენ ზედმეტი გიგაბაიტებით და ტექნიკური სპეციფიკაციებით. ანუ რეკლამები აგრძნობინებენ ადამიანებს ემოციას. ასე რომ Apple-ის მარკეტინგული სტრატეგიაც იწყება და არა მარტო მარკეტინგული სტრატეგია, ზოგადად პროდუქტების ხაზიც მარტივი, ანუ არ აქვს რაღაც 500 ტიპის კომპიუტერი ან 500 ტიპის მობილური, როგორც სხვა კომპანიებს აქვთ, მხოლოდ iPhone-ის შემდეგი მოდელი, Mac-ის შემდეგი მოდელი, Apple Watch-ის შემდეგი მოდელი, ანუ თითო პროდუქტი აქვთ, რამოდენიმე მარტივი ვარიაციით, თითო კატეგორიაში. ხოლო როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ყველაფერი მარტივი გენიალურია და ამას Apple იყენებს საუკეთესოდ ყველაფერში. ასევე Apple ყიდის არა 8 გიგაბაიტიან რაღაცას, არამედ იდეებს და ღირებულებებს. ანუ ის ფუნქციების ნაცვლად ყიდის იდეებს და ღირებულებებს. ბედნიერებას, სიმარტივეს, კავშირის გრძნობას, თავისუფლებას, განსხვავებულობას, კრეატიულობას. აი მაგალითად რო გავიხსენოთ კიდევ ერთი შემდგომი მათი სარეკლამო კამპანია Shot on iPhone. რა ჩანს რეკლამაში? აქ ჩანს რომ ჩვეულებრივი ადამიანები, რეალური ადამიანები, იღებენ რეალურ ცხოვრებას, იღებენ მეგობრებს, იღებენ როგორ მოგზაურობენ, ბავშვებს, ბუნებას და აქ არ ჩანს მხოლოდ ვიდეოს ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ხარისხიც მაღალია. აქ ჩანს ემოცია, აქ ჩანს სიცილი, სიყვარული, ჩანს ოჯახი. რას ყიდის ამ სარეკლამო კამპანიით Apple? ყიდის ბედნიერებას, რომ შენივე ცხოვრებისგან შეგიძლია რომ შექმნა ფილმი. ყიდის ასევე კავშირის გრძნობას, რომ შენ და შენი მეგობრები ხართ ამ მომენტის ავტორი და ყიდის თავისუფლებას, რომ პროფესიონალური კამერის გარეშე ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ შექმნა ფილმი. და მესიჯი რაც შეიძლება იყოს ამ კამპანიით მომხმარებლისთვის არის, რომ შენ არ ხარ უბრალოდ მომხმარებელი, შენ ხარ შემოქმედი, ხოლო ჩვენ გაძლევთ საშუალებას ამისთვის პროდუქტს. აქედან გამომდინარეობს მათი მარკეტინგული სტრატეგიის მესამე ქვაკუთხედიც, პოზიციონირება, ანუ მას აქვს ძალიან მკაფიო პოზიციონირება. Apple არ ცდილობს რომ იყოს ყველასთვის. ის არის ინოვატორებისთვის, შემოქმედებისთვის და მათთვის, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ხოლო ადამიანებს მოგეხსენებათ ძალიან უყვართ, როცა ასოცირდებიან განსხვავებულთან, განსხვავებულობასთან, ან ინდივიდუალიზმთან და ბოლოს Steve Jobs-ის სიტყვები ადამიანებმა არ იციან, არ ისიყიდვა უნდა, სანამ შენ თვითონ არ აჩვენებ მათ ამას. ანუ Apple თვითონ ქმნის ბაზარს. თუ მოგწონთ მსგავსი სტილის ვიდეოები, დააკომენტარეთ და ჩავწერ სხვა კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიებზეც.